მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ეს განცხადება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საეტაპო ბოლო პერიოდის განმავლობაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, თუ რა უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის ინოვაციის და ქართულ პოლიტიკაში ახალი სიტყვის თქმის ეტაპი და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში ბევრად უფრო ეფექტურად უნდა იყოს დანერგილი ელექტრონული სისტემები და რისთვის გვჭირდება ეს, რომ თითოეულმა ჩვენმა წევრმა, მხარდამჭერმა იგრძნოს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეს არის დიდი ოჯახი, რომელმაც ჯერ 2003-2012 წლებში შექმნა ქართული სახელმწიფო, ხოლო ეხლა 13 წლის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკურ სივრცეში ახალი ხედვების შემოტანა, რომლის ერთადერთი მე რომ მკითხოთ, იმიტომ რომ განვლილმა პერიოდმა გვაჩვენა, რომ ამისთვის აუცილებელია ეს ფართო მასებს მიეცეთ, ამას ჩართვის შესაძლებლობა, პოლიტიკური და პარტიული გადაწყვეტილებების კრიტიკული უმრავლესობა უნდა იყოს მიღებული ადგილზე და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას მოგცემს უკეთესი კოორდინაციის, ჩვენ ამომრჩეველთან ბევრად უფრო ეფექტური კომუნიკაციის ქონის და რაც მთავარია, ახალი ადამიანების, ახალი იდეების და იმ ძველი მებრძოლების კიდევ უფრო უკეთ დაკავშირებას, რომლის აი ამ გრევასაც და განადგურებასაც ქართული ოცნება აქამდე გვიანონსებდა, მაგრამ როგორც ჩვენი გაუქმება გადადეს, აი ზუსტად ისევე იქნება ამ ქვეყანაში იცვლილება გარდაუვალი, რომელსაც მათ შორის ეს აპლიკაცია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებები ნაციონალურ მოძრაობაში და ზოგადად პოლიტიკურ სივრცეში მოიტანს.